ყოფენილიანი ქუჩა, სირბილით გავიარე, მეიდანზე ჩავედი და ხის კიბეებს ავუყევი მეორე სართულისკენ. მე და ჩემი მეგობარი ვჩქარობდით. აივანზე გვინდოდა დასხდომა. ხის კარისკენ გავემართე, გამოვაღე კარი და დავინახე ისფერი მაისური, ფრინველის თვალები, დაშინებული სახე და გავიფიქრე, აქ რას აკეთებს? ეს ის არის. თუმცა გონებაში არც წარმომედგინა, რომ რამდენიმე წუთში საერთო მაგიდასთან ვისხდებოდით და რამდენიმე საათში თავად მეტყოდა, რომ ესეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ამიცნობს. და მკითხა, სადმე ხომ არ შევხვედრილვართ, თუნდაც ბავშვობაში, მაგრამ საერთო მოგონება არსად არ ვქონდა. ადგილიც კი არსად არ ვქონია. მას მერე ყველაფერი სწრაფად განვითარდა. კი, რთული იყო. ეს ის იყო არ ცდები. ეს ის შეხვედრა იყო, როდესაც ორი ენერგია ხვდება თავისი შთაბეჭდილებებით, თავისი ტკივილებით, თავისი გამოცდილებებით და ორი ენერგია იკვეთება ისე, თითქოს პაზლივით ჩაჯდა ერთმანეთში. ორივეს ტრამვები, ორივეს გამოცდილებები ენერგეტიკულ დონეზე და ერთადერთი ცნობიერი სიგნალი, რომელიც გონებაში მოგდის, არის ის, რომ თითქოს მთელი ცხოვრება აიცნობ მას. და ზუსტად აქ უნდა ჩავრთოთ გაცნობიერება. და როცა ხდები გაცნობიერებული, როცა შენში არსებული შთაბეჭდილებები აღარ ჯდება სხვის პაზლში, შენ უკვე შეგიძლია თავად გადაწყვიტო, ჩაერთვები თუ არა ამ თამაშში. თუ ერთვები, ეს გამოცდილება გჭირდება და თუ არ ერთვები, შენ გაქვს უკვე იმის პოტენციალი, რომ სხვა გამოცდილებაში გადახვიდე.